ამით აღვასრულეთ საფრთხო ჟამის წირვა სადიდებელად უფლისა ყველას გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს ეს დღესასწაული წმინდა დიდი მღვდელმთავრის ნიკოლოზ მიროლუკის მთავარეპისკოპოსისა საკვირველ მოქმედისა და მსწრაფშემწესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ზეიმურობით აღენიშნება და ამას რა თქმა უნდა აქვს თავისი მიზეზები აქვს რადგან წმინდა ნიკოლოზი დღიდან მისი დაბადებისა სასწაულებს ახდენდა და დღეინდელა დღემდის უამრავ ადამიანს გაჭირვებაში გვერდში უდგას და ეხმარება. იგი დაიბადა ქალაქ პატარში დღევანდელ ანტალიაში იმ დროისათვის საპორტო ქალაქი იყო და დღეისათვის მოგეხსენებათ ეს თურქეთის ტერიტორიაზეა. დიდებული ოჯახის შვილი იყო, მამამისი გემთმშენებელი იყო და საკმაოდ წარჩინებული ოჯახი ჰქონდა. შეძლებულები იყვნენ. მის მშობლებს მამას თეოფანე ერქვა, დედას ნონა და საკმაოდ მდიდრები იყვნენ. დაბადებისთანავე ნიკოლოზმა პირველივე სასწაული აღასრულა, როდესაც იყო რა დედამისი ღირსი ნონა. მოდი ესე ღირსად მოვიხსენიოთ დედამისი, რადგან სწორედაც ასეთი შვილის დედა ნამდვილადაც ღირსია ღვთის წინაშე, რომ მოხსენიებული იყოს. და იყო მძიმედ დაავადებული. შობისთანავე წმინდა ნიკოლოზის ამ ქვეყნად მოვლენებისთანავე სასწაულებრივად განიკურნა დედამისი. რაც ერთგვარი ნიშანი იყო, რომ ყრმაი, რომელიც დაიბადა, არც თუ ისე რიგითი და ლიტონი ყრმა იყო, არამედ უფლისაგან ერთგვარად გამორჩეულიც კი. შემდეგი სასწაული მოყვა ის, რომ წმინდა ნიკოლოზი როგორც კი მონათლეს 3 საათის განმავლობაში აბსოლუტურად ჩვილი ფეხზე იდგა ემბასში. ეს ყველანაირი ადამიანური საზომით წარმოუდგენელია თუ არა საფრთხო სასწაული, რადგან 3 საათის განმავლობაში კი არა 3 წუთის განმავლობაშიც კი ჩვილ ყრმას ვერ გააჩერებ ფეხზე და აი ნიკოლოზი 3 საათის განმავლობაში ნიშნად იმისა, რომ ყველა წმინდა სამების მიერ არის აღბეჭდილი და გამორჩეული, 3 საათის განმავლობაში წმინდა ემბასში ფეხზე იდგა. ამავდროულად მის დედის მუცლიდანვე გამორჩეულობაზე შეიძლება ხაზი გაუსვას იმ გარემოებამაც, რომ 4 შაბათ პარასკევს იგი დედის რძეს არ იღებდა, ერთგვარად მარხულობდა. საერთოდ არ ეკუთვნის პატარებს მარხვა, მაგრამ მისი მოშურნეობა აი დედის მუცლიდანვე ეტყობოდა თუ როგორი მოშურნე, როგორი ერთგული იქნებოდა უფლისა და როგორი დაუღალავი მსახური იქნებოდა მისი. და როდესაც ჟამი მოიწია, რომ მას როგორც დიდებული და წარჩინებული ოჯახის შვილს განათლება მიეღო, რა თქმა უნდა საგონებელში ჩავარდნენ მისი მშობლები თუ ვინ ყოფილიყო მისი მასწავლებელი და მერე გარკვეული მსჯელობის მერე ხან ერთზე იყო არჩევანი, ხან მეორეზე, რა თქმა უნდა ეძებდნენ წარჩინებულს და განათლებულ იმ დროისათვის ყველაზე განათლებულ პედაგოგს, მაგრამ თავად ნიკოლოზმა გამოირჩია თავისი მასწავლებელი, არ იცოდა რა ჯერ ჩვეულებრივ ლაპარაკი არ იცოდა, მან თავისი ბაგეებით წარმოთქვა თავისი მასწავლებლისა და ამღზრდელის სახელი, რითიც ერთგვარად მიუთითა თუ ვინ უნდა ყოფილიყო კონკრეტულად. ეს იყო ქრისტიანი ბერი, რომელიც იმ ხანად მოღვაწეობდა იმ მიდამოებში. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ მამის ძმა, ასევე ნიკოლოზი ერქვა მამამისის ძმას, იყო ქალაქ პატარის მღვდელმთავარი და მისი მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა ამავდროულად ნიკოლოზი და სიყრმიდან ღვთისმსახურებაში, საფრთხო წიგნების კითხვაში, ლოცვაში, მარხვაში და სულ ბიძასთან ერთად იმყოფებოდა. ანუ ბიძასაც ნიკოლოზი ერქვა, მღვდელმთავარი ნიკოლოზი იყო და მერე გარკვეული პერიოდის მერე ბიძამ რა თქმა უნდა თავის ძმის სულს, არა იმის გამო რომ ძმის სული იყო, არამედ იმის გამო რომ ის გამორჩეული სულიერებისა იყო, გამორჩეული განათლებისა და გამორჩეული იყო ყველანაირად. აი სწორედ ამ გამორჩეულობის გამო, ღვთისაგან გამორჩეულობის გამო მას ხელი დაასხა დასაწყისში დიაკვნად, შემდეგ პრესვიტერად და
მსახურობდა პატარის ეპისკოპოსის კარზე, კათედრასთან უпроსწორედ. გარკვეული პერიოდის მერე ნიკოლოზ მშობლებიც გარდაეცვალა და მას უკვე თუ მანამდე თავს იკავებდა თავისი ქონების გლახაკებზე დარიგებისაგან, იმიტომ რომ მშობლების მორჩილებას აღასრულებდა და მშობლების მორჩილების გამო იგი ხელს არ ადებდა იმ ქონებას, აუარება ქონების პატრონი იყო მათი ოჯახი და ხელს არ ადებდა, მშობლები როდესაც გარდაეცვალნენ, მან უკვე დაიწყო მთელი თავისი ქონების მოწყალებაში გაცემა და უამრავ ადამიანს დაეხმარა, ხელი გაუმართა გაჭირვების ჟამს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მსგავსი მაგალითი მოხდა იმ ქალაქში, როდესაც ერთ-ერთი წარჩინებული ადამიანი, რომელიც იყო საკმაოდ მდიდარი, უეცრად გარკვეული მიზეზების გამო გაღატაკდა და რადგან გაღატაკდა, ჩავარდა ერთგვარად სასწაკვეთილებაში, მას 3 ქალწული ყავდა სახლში და იმდენად დიდ განსაცდელში ჩავარდა ეს ადამიანი, რომ გადაწყვიტა თავისი შვილები სამეძაო სახლში ჩაებარებინა და ამით თავი ერჩინა. ეს დღეისათვის ცოტა ძნელი მოსასმენია, ბუნებრივია დღეს, რომ ასე როგორ შეიძლება ყოფილიყო მე-4 საუკუნეში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვალების გამო მე-4 საუკუნეში შეიძლება საკმაოდ წარჩინებული ადამიანიც კი მონად გაეყიდათ, ადვილი წარმოსადგენია, რომ ასეთი რამეები ალბათ ხდებოდა იმ პერიოდში და ეს იმდროინდელი საზოგადოებისთვის არც თუ უცხო იყო. მაგრამ წმინდა ნიკოლოზმა შეიტყო რა, მისი განზრახვა ბუნებრივია შეეცადა რომ ხელი გაემართა, იმიტომ რომ ამ გოგონებთან ერთად ალბათ სიყრმიდანვე იზრდებოდა, სიყრმიდანვე ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ, ახლოს ცხოვრობდნენ და ბავშვობის მეგობრები იყვნენ, შეიძლება უფრო გასაგებიანით რო ვთქვათ, ბავშვობის მეგობრები იყვნენ ეს გოგონები. და ბუნებრივია მას ერთგვარი თანადგომაც უნდა გამოეხატა და უჩუმრად ღამე მივიდა და ერთი ქისა ოქრო გადააგდო ამ კაცის, ამ გაჭირებული კაცის ეზოში, რითაც ამ კაცმა პირველი გოგო გაათხოვა. მაგრამ ბუნებრივად დაეჭვდა მერე ვინ მოუტანა ეს ქონება. გარკვეული პერიოდის მერე წმინდა ნიკოლოზმა კვლავ გადააგდო და მერე კი ისეთნაირად მოხდა, ჩასაფრებული იყო ეს კაცი და ისეთნაირად მოხდა, რომ წაასწრო ამ კეთილსაქმეზე წმინდა ნიკოლოზს და მან ახმა დაადებინა მას, რომ სანამ ცოცხალი იქნებოდა, არავის არ გაუმხელდა, ანუ სანამ წმინდა ნიკოლოზი ცოცხალი იქნებოდა, არავის არ გაუმხელდა ამ ამბის შესახებ. და ეს ყველაფერი მხოლოდ მას მერე გამჟღავდა, როდესაც წმინდა ნიკოლოზმა სული მიაბარა უფალს. სწორედ აქედან მოდის ტრადიცია, როდესაც დასავლეთიდან არის შემოსული ეს ტრადიცია, როდესაც სწორედ ნიკოლოზობის პერიოდს ემთხვევა ხოლმე ახალი წელი და საჩუქრებს რომ ჩუქნიან ხოლმე ბავშვებს. ეს ტრადიცია, რა თქმა უნდა, ამას სარჩულად უდევს წმინდა ნიკოლოზის ეს სასწაული, როდესაც აი ამ წყალობით, აი ამ საჩუქრით, რომელ საჩუქარსაც აძლევდა იმ ოჯახს, ამ საჩუქრით უდიდესი განსაცდელისაგან დაიცვა და დაიფარა ეს ოჯახი და ის 3 ქალწული. და ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი გადმოვიდა მერე საუკუნეები გამოიარა ამ ყოველივემ და დღეისათვის, აი დღესაც წმინდა ნიკოლოზი იმდენად პატივცემულია მთელ მსოფლიოში, რომ ყველგან აი სანტა კლაუსს რომ ვეძახით, ანუ იგივე წმინდა ნიკოლოზია, ქართულად რომ გადმოვთარგმნოთ სანტა კლაუსი. და აი ასე დიდებულად, მართალია დღეს ცოტა დეგრადირებულად არის ეს ყველაფერი, ცოტა დამახინჯებულად არის და სარეკლამო როლიკებში გაიყენებენ უკვე და ანუ ადამიანის გონება საერთოდ სულიერებას მოწყდა და სხვა მხარეს წავიდა და აქედან გამომდინარეა ეს ყოველივე, მაგრამ დასაწყისში სარჩული ამისი ყოველივე აბსოლუტურად სხვანაირი იყო და ადამიანებს მოუწოდებდა სიკეთის კეთებისაკენ და ადამიანებს მოუწოდებდა წყალობის გაცემისაკენ, რაც წმინდა ნიკოლოზმა ერთგვარად გვიანდელზა კიდეს თავისი ნაღვაწით და ნამოქმედარით. ერთხანს წმინდა ნიკოლოზის ბიძა მღვდელმთავარი ნიკოლოზი წავიდა წმინდა მიწების მოსალოდსაც და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ იგი წასული იყო, თავად ძმისწული ნიკოლოზი დატოვა ზედამხედველად თავისი სამწყსოსი და იგი ღირსეულად ზედამხედველობდა სამწყსოს.
მრავალი სასწაული აღასრულა იმ პერიოდში, როდესაც წასული იყო მისი ბიძა და გარკვეული პერიოდის მერე, როდესაც ბიძა დაბრუნდა მოლოცვიდან, ახლა უკვე თავად ნიკოლოზმა მოინდომა სურვილი გამოთქვა, რომ თავად წასულიყო წმინდა მიწის მოსალოსად და გემით გაეშურა ხმელთაშუა ზღვიდან წმინდა მიწისკენ. მან გზაშიც მრავალი სასწაული აღასრულა, ერთ-ერთი ცნობილი სასწაული ალბათ ხშირად ხსმენიათ, როდესაც აბობუქრებულ ზღვაში გემი გადაარჩინა დაღუპვას. მან ხილულად იხილა თუ როგორ ავიდა ეშმაკი გემზე, რომ გემის მკვიდრნი დაეღუპა ზღვაში და რა თქმა უნდა ჰქონდა რა ამ ხელა სულიერება და კადნიერება ღვთის წინაშე შესთხოვა უფალს და ზღვა დააცხრო და ყოველგვარი განსაცდელისაგან დაიცვა გემის მკვიდრნიც და სწორედ ამიტომ არის რომ დღეინდელად დღემდის მეზღვაურებში წმინდა ნიკოლოზი ითვლება როგორც განსაკუთრებული მეუხი და განსაკუთრებული მფარველი მეზღვაურებისა და მოგზაური ადამიანებისა. გარკვეულწილად უკავშირდება სწორედ ამ სასწაულს, როდესაც მან გემი გადაარჩინა დაღუპვას. გარკვეული პერიოდის მერე იგი წავიდა, ანუ წმინდა ნიკოლოზი წავიდა, როდესაც იგი იმყოფებოდა წმინდა მიწაზე მოსალოსად, შეიტყო ქალაქ მირას ღვთელთავრის გარდაცვალება და დაკრძალვაზე მივიდა, რომ მიესამძიმრებინა იქაური მკვიდრი მოსახლეობისთვისაც და თვითონაც პატივი მიეგო იმ დიდებული ღვთელთავრისა, რომელიც გარდაიცვალა. ჩავიდა დაკრძალვაზე და საგონებელში იყვნენ იქაური ღვთისმსახურნი, რომ ვინ უნდა ყოფილიყო კათედრის ღვთელთავარი, რადგან არ იცოდნენ ვის გამოირჩევდნენ მომდევნო ღვთელთავრად, თაგან ის რომელიც იყო გარდაცვლილი, მას მემკვიდრე არ ყავდა დატოვებული. და ერთგვარად ილოცეს რა ღვთელთავრებმა ძილსაშინა გამოცხადება ჰქონდა ერთ-ერთ უხუცეს ღვთელთავარს, რომ ვინც ყველაზე პირველი შევიდოდა დილით ტაძარში, ის უნდა ყოფილიყო ქალაქის მღვდელთავარი. ამ დროს წმინდა ნიკოლოზი წარმოდგენა არ ჰქონდა სინამდვილეში რა იყო და როგორ იყო, დილით ადრე მივიდა ტაძარში, რადგან მალევე აპირებდა სამშობლოში გამომგზავრებას და მხოლოდ ამ მოტივით, რომ მალე სამშობლოში უნდა გამომგზავრებულიყო და გემზე არ დაეგვიანა, დილით ადრე მივიდა მოსალოსად ილოსა ტაძარში და იქვე შეაჩერეს და უთხრეს, რომ შენ უნდა გამოგირჩიოთ ღვთელთავრად, რაზეც ბუნებრივია თავდაბალი ადამიანი როგორც მოიქცეოდა, ასევე მოიქცა წმინდა ნიკოლოზის და დასაწყისში იუარა, მაგრამ როგორც კი მას აუწყეს, რომ ეს ყოველივე ღვთისაგან იყო ნამცნობი და ეს არ იყო ადამიანური გონების ფანტაზია, არამედ ღვთისაგან იყო ნამცნობი, რომ სწორედ ის ადამიანი უნდა ყოფილიყო გამორჩეული ღვთელთავრად, რომელიც დილით ყველაზე პირველი შევიდოდა ტაძარში, რა თქმა უნდა, უფლის უკიდურესი მორჩილების გამო იგი დაეთანხმა ამ ყოველივეს და დაემორჩილა და დატოვეს ქალაქ მირას ღვთელთავრად. მირონ ლუკიის ეპისკოპოსად სწორედ ამიტომ მოიხსენიება ხოლმე იგი ლოცვებში. და იგი შეუდგა თავისი სამწყსოს წყსას, ანუ ხელმძღვანელობას იმ პერიოდში მაქსიმილიანე იმპერატორი მოღვაწეობდა, რომელიც იყო ქრისტეს მოძულე და ქრისტიანთა მდევნელი და ბუნებრივია ასეთი დიდებულ ღვთელთავარს ვერ ეგუებოდა ვერც მაქსიმილიანე და მისი ბრძანებით შეპყრობილი იქნა წმინდა ნიკოლოზი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან ციხეში გაატარა. მრავალი გვემა, მრავალი ტანჯვა დაითმინა მან ციხეში. სწორედ ამიტომაც ცალკეულ წყაროებში იგი მოხსენიებული არის უსისხლო გვირგვინის მოწამედ, ანუ მოწამედ, რომელსაც მართალია სისხლი არ დაუღრია პირდაპირ გაგებით, როგორც მოწამეები ღვრიან სისხლს, მაგრამ მისი ცხოვრებით მან მოწამის გზა გაიარა. იმდენად ხშირად გვემდნენ და ხშირად ტანჯავდნენ. რამდენიმე წელი მან საპყრობილეში გაატარა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც 310 წელს კონსტანტინე იმპერატორი და ლიცინიუსი, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაშინ სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა, რომ მილანის ედიქტი მიიღეს და ქრისტიანთა დევნა შეწყდა ოფიციალურად, სახელმწიფო დონეზე შეწყდა ქრისტიანთა დევნა და ოფიციალურად რელიგია სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა
და ამ დროიდან უკვე წმინდა ნიკოლოს ათავისუფლებენ საპრობილიდან და მას ეძლევა საშუალება რომ დაუბრუნდეს თავის კათედრას და ისე გააგრძელოს მღვდელმთავრის მსახურება და უნებრივია წმინდა ნიკოლოზიც უმალ შეუდგება თავის მოღვაწეობას. მალევე არიოზი გამოჩნდა არიოზის და ალბათ მრავალს გვსმენია რომ ესეთი ცნობილი ისტორია, როდესაც წმინდა ნიკოლოზმა არიოს სილა გააწნა. ერთნი ამბობენ რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა მღვდელმთავარს ხელი აღემართა რომელიმეზე, ვინც არ უნდა ყოფილიყო და რარიქ უარყოფითი ადამიანიც არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ცალკეული წყაროები ამას ამოწმებენ, რომ ეს ასე მოხდა. ერთნი ამბობენ არა, ეს არ მოხდა და ეს არის გვიან ჩამატებული ისტორიაო წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაში. მაგრამ ერთ-ერთ წყაროში სწორედ ასეა აღწერილი, რომ წმინდა ნიკოლოზმა, როდესაც ვერ დაითმინა არიოზის ის სიბილწე, რომელიც სიბილწეც ამოსდიოდა მას პირიდან, მართლაც სილა გააწნა და ამის გამო მღვდელმთავართა კრებამ იგი დააყენა მღვდელმთავრობიდან. მას ხარისხი აყარეს და საპრობილეშიც კი ჩააგდეს. იმ დროს ამნაირი სასჯელის გამო შეიძლებოდა რომ მარჯვენაც მოეკვეთათ, მაგრამ განაჩენი იყო გამოტანილი შემდეგნაირი, მისთვის უნდა ცეცხლით მოეწვათ წვერები, რაც ნიშნავდა იმას, რომ მას არასოდეს წვერი აღარ ამოვიდოდა და რაც ნიშნავდა იმას თავისთავად, რომ იგი მღვდელმთავრად ვერასოდეს ვეღარ დადგებოდა, ანუ ვეღარ მოუბრუნდებოდა სასულიერო ხარისხს. ასეთი სასჯელი გამოიტანეს. რა თქმა უნდა, ეს მარჯვენის მოკვეთაზე უკეთესი იყო, თუ ადამიანს მართლა მარჯვენას კვეთდნენ ამ შემთხვევაში, მაგრამ აქაც ნახეთ სასწაული მოხდა. სოფლიო კრება, რომელიც შეკრებილი იყო სწორედ არიოზის საკითხის განსახილველად, მრავალ წმინდა მამას იტევდა და რამდენიმეს ერთდროულად ჰქონდა ერთგვარი გამოცხადება, როდესაც წმინდა ნიკოლოზი იჯდა ტახტზე და ერთის მხრივ ყოლაწმინდა ღვთისმშობელი მიაწვდიდა მას ომოფორს, ხოლო მეორეს მხრივ მაცხოვარი უფალი ჩვენი იესო ქრისტე მიაწვდიდა წმინდა წერილს. რაც ერთგვარი ნიშანი იყო იმისა, რომ ღვთისთვის და ყოლაწმინდა ღვთისმშობლისათვის მოსაწონი იყო მისი საქციელი, რადგან ვერ ეგუებოდა საუფლო სიწმინდე იმ სიბილწეებს, რომელიც სიბილწეებიც ამოდიოდა არიოზის პირიდან. ეს ერთგვარი ნიშანი იყო, რადგან მხოლოდ ერთი ადამიანის გამოცხადება არ იყო, ერთდროულად რამდენიმე ჰქონდა მსგავსი გამოცხადება მღვდელმთავართა შორის, რომლებიც კრებაზე იყვნენ 65 წელს. და ბუნებრივია ამ გამოცხადების გამო მივიდნენ და შენდობას თხოვეს წმინდა ნიკოლოზს და გაათავისუფლეს იგი შეპყრობილობიდან და რა თქმა უნდა ბოლოს კრებამ არიოზი განიკითხა, არიოზი შეაჩვენა და ნიკეის მსოფლიო კრება არის შესული, ცნობილი არის თავისი ამ არიოზოლობის დაგმობის კუთხით. ამის შემდეგ გარკვეული სასწაული, ახლა ჩვენ რო დავდგეს და მოვყვეთ ყველა სასწაულები, რაც კი წმინდა ნიკოლოს აღოსრულებია თავის ცხოვრების განმავლობაში, დამიჯერეთ მრავალი წიგნი ვერ დაიტევს ამას. ფაქტიურად მისი ცხოვრების თითქმის უდიდესი უმრავლესობა სულ სასწაულები იყო. მაგრამ ჩვენ მაინც გამორჩეულად გვიხარია ხოლმე, როცა მოვისმენთ რაღაც გარკვეულ სასწაულს, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს და სარწმუნოებაში უფრო მტკიცეს გვხდის. ამიტომ ჩვენ ზოგიერთს მოვიგონებთ და არა ყოველივეს. კრების შემდეგ 10 წელი გავიდა, ამ სოფლიო კრების შემდეგ, რომელიც 325 წელს იყო. 10 წელი იცოცხლა წმინდა ნიკოლოზმა, 10 წლის მერე აღესრულა იგი, მიაბარა სული უფალს. და ამ პერიოდის განმავლობაში ქალაქში, რომელიც მას ჰქონდა ჩაბარებული, რომლის მღვდელმთავარიც იგი იყო, გადასახადი ძალიან დაუმძიმეს ამ ქალაქს. საკმაოდ დიდ გადასახადს ახდევინებდნენ და ეს ძალიან მძიმედ აისახა ქალაქის მოსახლეობაზე. და ნიკოლოს ჰქონდა რა კადნიერება, რომ წასულიყო და პირდაპირ იმპერატორთან მისულიყო და ერთგვარად ემხილა კიდეს იმპერატორისათვის. სწორედ ამიტომ ამ კადნიერების გამო ადგა და წავიდა იმპერიის დედაქალაქში კონსტანტინოპოლში და კონსტანტინესთან შევიდა. მოითხოვა აუდიენცია, მოითხოვა საუბარი მასთან პირადად და შევიდა და მან როგორც მღვდელმთავარმა აუხსნა მისი ქალაქის მდგომარეობა და კონსტანტინეს გაგებით მოეკიდა ამ ყოველივეს, დაუწერა გრაგნილი, სადაც შეუმცირა გადასახადები
სადაც 10,000 დინარს იხდიდნენ, ახლა მხოლოდ 100 დინარი დააკისრა კონსტანტინემ ქალაქს. მაგრამ ნახეთ, წმინდა ნიკოლოზი გამოვიდა რა სასახლიდან, მაშინვე გულისხმა ჰქონდა, რომ აუცილებლად მეფის კარისკაცები რამეს იღონებდნენ, იმიტომ რომ ამხელა გადასახადისაგან გათავისუფლება ქალაქის ეს იმას ნიშნავს, რომ მეფის ხაზინას მოაკლდებოდა და ვიღაცეები, როგორც დღესაც ხდება ხოლმე, ალბათ გემცნოთ არა დღევანდელი ჩვენი ყოფიერება, ვიღაცეებს ალბათ ხურდაფული მოაკლდებოდათ ხოლმე. აქედან გამომდინარე, მან გულისხმა ყო, რომ აუცილებლად მდევარს დაადევნებდნენ მას და აუცილებლად უკან მიიხმობდნენ იმპერატორთან და შეიძლება გაეუქმებინა კიდეც იმპერატორს ის თავისი ბრძანება, რომელიც გასცა სულ ცოტა ხნის წინ. ამიტომ მივიდა წმინდა ნიკოლოზი, ხოლო 6 საათი იყო კონსტანტინოპოლიდან ქალაქ მირამდე 6 საათი იყო გემით სავალი. ისიც როდესაც თანმიმავალი ქარი დაუბერავდა, თუ არა ქარი თუ საწინააღმდეგოდ იქნებოდა 6 საათიც არ ეყოფოდა. რა უნდა ეკრა წმინდა ნიკოლოზს? ამიტომ ეს გრაგნილი ცალკეულ ჭურჭელში მოათავსა, მივიდა ზღვასთან, უფალს შეავედრა ყოველივე და ზღვაში გადააგდო ეს გრაგნილი. და მთელი ღამე ლოცვას მიეცა ზღვისპირას. მეორე დილით მართლაც იმპერატორის მალემსრბოლები მივიდნენ წმინდა ნიკოლოზთან და იხმეს, რომ იგი იმპერატორის კარზე მისულიყო. შევიდა იმპერატორთან, იმპერატორმაც ერთგვარად ბოდიში მოუხდა და უთხრა, რომ მან ემოციურ ფონზე მიიღო ეს ყოველივე გადაწყვეტილება და იგი აუქმებს თავის ბრძანებას, მაგრამ წმინდა ნიკოლოზმა უთხრა, რომ თქვენი ბრძანება უკვე ძალაშია შესულიო. მერე მართლაც და გამოიკლიეს და მეორე დღეს დილით თურმე იქ ქალაქ მირაში ერთ-ერთი მღვდელი, რომელიც წმინდა ნიკოლოზის საყდართან მსახურობდა, ერთ-ერთი მღვდელი ზღვისპირას გასულა, მას გამოუტანია თურმე ეს გრაგნილი ზღვიდან და მიურთმევია ქალაქის მმართველისთვის, რის შემდეგაც ეს ყოველივე ძალაში შევიდა და ბუნებრივია იმპერატორი თავისი რეპუტაციას უფრო უფრთხილდებოდა და ბუნებრივია იმპერატორმა აღარ გადათქვა უკვე ყოველივე ეს და ამითი წმინდა ნიკოლოზმა ერთგვარად გაათავისუფლა თავისი ქალაქი მძიმე ბეგარისაგან, რომელიც ბეგარას ეკისრა უსამართლოდ. გარკვეული პერიოდის მერე მათ ქალაქში შევიდნენ სტრატილატები. სტრატილატი მხედართ მთავარს ნიშნავს და გარკვეული ჯგუფი ჯარისკაცებისა მოვიდნენ და რამდენიმე მხედართ მთავარი იყო ამ ჯარისკაცებთან ერთად. მათი სახელებიც კი არის ცნობილი: ნიბეტიანე, მურსი და გერპილიონი. სამი მხედარი იყო, სამი თანამედროვე საზომით რო ვთქვათ, გენერალი. სამი გენერალი ხელმძღვანელობდა ამ მცირეოდენ ჯარს, რომელიც შევიდა მათ ქალაქში, მაგრამ ჯარისკაცები მოიქცნენ ძალიან ცუდად. შევიდნენ ქალაქში და თავისუფლება მისცეს, რომ მკვიდრი მოსახლეობისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ. რაზეც წმინდა ნიკოლოზი აღშფოთდა ბუნებრივია და მივიდა და ერთგვარად უსაყვედურა ამ მხედართმთავრებს. მათ დიდი მოკრძალებით და დიდი მოწიწებით იცოდნენ რა ვინ იყო და ვისთან საუბრობდნენ და წმინდა ნიკოლოზის სახელი იმხანად არა მხოლოდ იმ ქალაქში, არამედ მთელ იმ ტერიტორიაზე, მთელ იმპერიაში ქუხდა წმინდა ნიკოლოზის სახელი, მათ რა თქმა უნდა ბოდიში მოუხადეს და აღუთქვეს, რომ ასეთი რამ აღარ გამეორდებოდა. წმინდა ნიკოლოზმა ერთგვარად თითქოს და უწინასწარმეტყველა, რომ თქვენო დიდი განსაცდელების წინაშე დადგებითო. მათ ყურადღება არ მიაქცეს ამ ნათქვამს და ისე დაუბრუნდნენ თავიანთ მსახურებას. გარკვეული პერიოდის მერე ეს მხედართმთავრები მივიდნენ რა იმპერატორის კარზე კონსტანტინოპოლში, მიიღეს გარკვეული ჩინმენდლები და დაწინაურებანი. მაგრამ დასმენით იყო თუ როგორ იყო, გარკვეული პერიოდის მერე მათ ღალატში დასდეს ბრალი და შეიპყრეს სამივე. და სამივენი იყვნენ საპყრობილეში. მაგრამ ნახეთ როგორი რამეა, რამხელა სარწმუნება ჰქონდათ მათაც, რომ იცოდნენ რა, რომ თვითონ ნამდვილად დამნაშავენი არ იყვნენ, არხეინათ იჯდნენ საპყრობილეში და ელოდებოდნენ, რომ დღეს ან ხვალ გაირკვევა სიმართლე და გაგუშვებენ. ანუ მათ იმედი ჰქონდათ, რადგან იცოდნენ გულის გულში, იცოდნენ, რომ თვითონ დამნაშავენი არაფერში არ იყვნენ. ამ დროს დასმენით იყო ეს ყოველივე გაკეთებული და რა თქმა უნდა ვიღაცა მტერი ამათ წინააღმდეგ მუშაობდა. ყავდა იმპერატორს ასეთი მინისტრი აბლავიუსი. სიტყვა მინისტრს რო გავიგებთ ხოლმე, ალბათ ჩვენ დღევანდელი მინისტრები გვაგონდება, მაგრამ მინისტრი თვითონ ნიშნავს მსახურს. ყავდა კონსტანტინე იმპერატორს მინისტრი, რომელიც განაგებდა მრავალ და მრავალ საქმეს და რა თქმა უნდა ეს საქმეც ამ მინისტრს ჰქონდა ჩაბარებული. და როდესაც შეატყობინეს ამ მხედართმთავრებს, რომ ისინი ხვალე უნდა მეორე დღეს უნდა დილით გაეყვანა და სიკვდილით დაესაჯათ, რა თქმა უნდა მერე უკვე ჩავარდნენ საგონებელში.
მერე უკვე მიხვდნენ რომ მათი საშველი აღარ იქნებოდა და ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა ურჩია თავის ძმებს რომ იმ წმინდა კაცის სახელზე ელოსათ რომელიც წმინდა კაციც იქ ქალაქ მირაში ნახეს და წმინდა ნიკოლოზს შეავედრეს თავიანთი გასაჭირი მართლაც და მოხდა ასეთი სასწაული იმპერატორმა კონსტანტინემ ძილსაშინა იხილა წმინდა ნიკოლოზი რომელმაც უთხრა რომ ეს ადამიანები უსამართლოდ ისჯებიან და თუ შენ დასჭი ამ ადამიანებს მრავალ განსაცდელს მოუტან საკუთარ იმპერიასო შეშინებული კონსტანტინემ უმალ გაიქცა თავის მინისტრთან აბლავიუსთან და უთხრა რომ ასეთი ხილვა ჰქონდა ღამე აბლავიუსმა თავის მხრივ ასევე უთხრა რომ მეც მსგავსი ხილვა მქონდაო და მაგ მღვდელმთავარმა მითხრა თუ მე არ ვიზრუნებო მათ გათავისუფლებაზეო ძალიან დიდი სცენი შემეყრებაო და ძალიან ძიმი ავადმყოფობა შემეყრებაო ანუ ორივეს ფაქტიურად ერთნაირი მსგავსი მიახლოებით მსგავსი ხილვა ჰქონდათ რაც რა თქმა უნდა ორივესთვის დამადასტურებელი იყო იმისა რომ ეს ყოველივე ღვთისაგან ხდებოდა და ღვთის შიშის გამო წავიდნენ და ეს მხედრები გაათავისუფლეს რა თქმა უნდა გარკვეული პერიოდის მერე ამ მხედრებმა მადლიერების ნიშნად ჩავიდნენ წმინდა ნიკოლოზთან მადლიერების ნიშნად მუხლი მოუდრიკეს და თაყვანისცეს მას მაგრამ ჩვენ აქ უფრო უნდა აღვნიშნოთ ის რომ წმინდა ნიკოლოზი ყოველ წამიერად და ყოველ წუთიერად სადაც კი იყო საჭირო ხელის გამართვა არსად უკან არ იხევდა დღეინდელა დღემდე როგორც ავთქვით აი დღეს ხომ იგი სასუფეველშია დღეს ხომ დღეს ჩვენ მის დღესასწაულს ვზეიმობთ მისი გარდაცვალების დღე არის დღეს არის მისი გარდაცვალების დღე და მისი გარდაცვალების დღე როგორც დღესასწაულია ჩვენთვის იმიტომ რომ წმინდა ნიკოლოზის გარდაცვალებით ყოველმა ჩვენგანმა შევიძინეს დიდი მეოხი ღვთის წინაშე დიდი მეოხი ყოველი ჩვენგანისათვის იმიტომ რომ საკუთრივ მრავალ ჩვენგანს გვინახავს თუ რანაირი სასწაულები აღარ აღოსრულებია წმინდა ნიკოლოზს იგი ქალაქ მირაში დაკრძალეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკრეტულ ტაძარში რომელიც იყო მისთვის აშენებული მისი სიწმინდეების დასამარხად აშენებული იმ ტაძარში განისვენებდა წმინდა ნიკოლოზის წმინდა სხეული მაგრამ ნახეთ 1087 წელს უკვე მე-11 საუკუნეში ხდება ეს ამბავი როდესაც 11 აპრილს ქალაქ მირას შეუტიეს სხვადასხვა მოტივებით ქრისტიანებმა უკვე ქრისტიანობას ორად იყოფოდა ეს ის პერიოდია როდესაც უკვე ქრისტიანობაშიც განხეთქილება იყო და ორად იყოფოდა დასავლეთი და აღმოსავლეთი ეკლესია იყო და იყო რაღაცა ქიშპი რაღაც გაურკვევლობა ერთი მეორეში ეს ის პერიოდია როდესაც იწყება ეს დიდი განხეთქილება რომელმაც მერე თავისი გზა და კვალი არ დაკარგა და ბუნებრივია იმ განხეთქილებამ კულმინაციას მიაღწია მომავალში და ჯერ კიდევ ჩანასახია მხოლოდ და ამ დროს თითქოს და ურჯულოებისა და მუსულმანებისაგან დასაცავად სიწმინდეების დასაცავად мотивация ასეთი იყო მაგრამ სინამდვილეში რა იყო ჩანაფიქრი კაცმა არ იცის შეიჭრნენ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სადაც ორი ბერი იცავდა წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილებს და ისინი გვემეს ეს ბერები გვემეს და გაიტაცეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ზღვით მიდიოდნენ და ზღვაშიც გარკვეული სასწაული მოახდინა წმინდა ნიკოლოზმა როდესაც ისინი გემით მიდიოდნენ ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და გემს ემუქრებოდა დანთქმით დაქცევით ემუქრებოდა გემს და რა თქმა უნდა შიშმა შეიპყრა ყოველი გემის მკვიდრი იმიტომ რომ იცოდნენ რომ წმინდა ნიკოლოზის ასეთი წმინდა ადამიანის სხეული მათ გამოიტაცეს არავინ არა ღვთელთავრის ნებით წამოაბრძანეს არამედ გამოიტაცეს როგორც ავაზაკებმა და რა თქმა უნდა შიშმა შეიპყრა მთელი გემის მკვიდრნი ანუ ვინც კი იყვნენ გემზე ყველანი შიშმა შეიპყრა დაემხრნენ მუხლებზე და შეევედრნენ წმინდა ნიკოლოზს რომ ხსნა ყოფილიყო მათთვის გახსნეს სარკოფაგი და აღმოაჩინეს რომ თურმე ჯარისკაცებსა და სხვადასხვა გემის მსახურებს წმინდა ნაწილები ნაწილ დაუნაწევრებიათ თავიანთვის და თავიანთვის გაუნაწილებიათ იქ შესამოსელის ნაწილი ზოგმა აიღო ზოგმა სხვა რამ და მერე ბრძანება გასცა გემის კაპიტანმა რომ ყოველივე უკან დაებრუნებინათ სადაც ყველაფერი ერთად უნდა ყოფილიყო სადაც ინახებოდა მანამდე და რა თქმა უნდა ყველამ დააბრუნეს უკლებლი ყველა წმინდა ნაწილი უკან დააბრუნეს და ამის მერე ჩაცხრა ქარიშხალი დაემშვიდა ზღვა დამშვიდდა და მშვიდობიანად მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე 9 მაისისათვის უკვე ნაპირს მიადგნენ ქალაქ ბარისა დღეისათვის სადაც არის წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები განსვენებული
ქალაქ ბარში. ქალაქ ბარი იმ დროისათვის საკმაოდ დიდი საპორტო ქალაქი იყო, ეს დღეს არის ცოტა დაკნინებული და რომ არ ყოფილიყო წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები, იქ ალბათ ქალაქი ბარი რუკაზეც კი მოსაძებნა ძალიან ძნელი მოსაძებნი იქნებოდა. წმინდა ნიკოლოზის წყალობით არის დღეს რომ ეს ქალაქი რუკაზე იძებნება. და იმ დროისათვის ეს არც თუ ისე უმნიშვნელო ქალაქი იყო. და სწორედ ასე მოხდა წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ქალაქ ბარში გადასვენება და დღეინდელად დღემდის იქ განისვენებს ეს წმინდა ნაწილები, ასე ინება თავად წმინდა ნიკოლოზმა, ასე ინება თავად უფალმა. მრავალ ჩვენგანს ალბათ პირადადაც განუცდია საკუთარ თავზე მისი შეწევნა, ხოლო ვისაც არ განუცდია და ვისაც აქვს ამისი აუცილებლობა რომ წმინდა ნიკოლოზმა ხელი გაუმართოს, დამიჯერეთ, არავის არ დატოვებს ხელ გაუმართავს, ასე რომ თქვენ სთხოვეთ გულით და სარწმუნოების მიხედვით ყოველ ადამიანს მიეცემა ის წყალობა, რომელიც წყალობასაც უხვად არიგებს უფალიც წმინდა ნიკოლოზის ხელითა და წმინდა ნიკოლოზის ლოცვებით. ასე რომ შეგვეციოს ეს დიდი მღვდელმთავარი. ამავდროულად ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ისიც ალბათ აღნიშნვის ღირსია ბუნებრივია რომ საქართველოში დღეისათვის სტატისტიკის თანახმად ყველაზე ბევრ სახელს ნიკოლოზს სარქმევენ ბავშვებს. იყო დრო, როდესაც გიორგის სარქმევდნენ ყველაზე ბევრს. კიდევ გარკვეული პერიოდის წინ შეიძლება სხვა სახელი იყო მოდაში, მაგრამ დღეს წმინდა ნიკოლოზის სახელს სარქმევენ ყველანი. მე ღრმად ვწამს, რომ ეს მხოლოდ მოდის გამო არ არის. არამედ ამას აქვს თავისი მიზეზი. ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზი საქართველოს მღვდელმთავრად მოიწვია. შეიძლება ასეც ვთქვათ პირდაპირ გაგებით. საქართველოს უხილავი მღვდელმთავარი, თუ ხილული მღვდელმთავარი ჩვენი უწმინდესია, უხილავი მღვდელმთავარი სასუფეველში არის წმინდა ნიკოლოზი, რომელიც მფარველობს საქართველოს ეკლესიას. სწორედ ამიტომ არის ალბათ რომ უდიდესი უმრავლესობა ბავშვებისა, რომლებიც იბადებიან, სწორედ ნიკოლოზები არიან. და შეეწიოს ყოველ ყრმას, ვისაც ნიკოლოზი ქვია, შეეწიოს ყოველ ქრისტიანს, რა მნიშვნელობა აქვს ვის რა სახელი ქვია. თავარია რომ ყველანი ვადიდებთ უფალს და ვადიდებთ წმინდა ნიკოლოზს. ღმერთმა დაგლოცოთ და კეთილი ანგელოზი მოგივლინოთ. ამენ.